TBC კაპიტალი ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით დღეს კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას მართავს. კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური კაპიტალის ბაზრების ღონისძიება თბილისში უკვე მეორედ ტარდება. კონფერენცია მოიცავს პრეზენტაციებს და პანელურ დისკუსიებს და მას ესწრება საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ლიდერი კომპანიების, სარეიტინგო სააგენტოები, ლოკალური და რეგიონული ინვესტორები, ასევე ფინანსური ექსპერტები და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები. Როგორ ვითარდება საქართველოში კაპიტალის ბაზარი და რა პოტენციალია განვითარების ტემპის დასაჩქარებლად, თუმცა შუბაშვილი გვერდდება ამ შეფასებებით, თუმცა როგორია შეფასებები, რომელიც დღეს მოისმინე? ნინო მოგესალმებით, დიახ, დღევანდელ კონფერენციაზეც არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი საკმაოდ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ტემპებით იზრდება და საჯარო და კერძო განთავსებებით კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის მოცულობამ გასული წლის ბოლოს თითქმის უკვე $3 მილიარდ, $2.9 მილიარდ მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში თითქმის 20%-იანი ზრდა არის, როგორც დღევანდელი კონფერენციის დამსწრე საერთაშორისო კომპანიების და საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლები აცხადებენ, საკმაოდ შთამბეჭდავი არის ბოლო წლების განმავლობაში მათ შორის ქართული კომპანიების მონაწილეობა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, თუმცა მათი შეფასებით ერთ-ერთი გამოწვევა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მაინც არის შედარებით მცირე ზომის ეკონომიკა და მცირე ბაზარი. ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით საქართველო ძალიან აქტიური ემიტენტია საერთაშორისო ბაზრებზე. 2007 წლიდან მოყოლებული საქართველოდან 10 სესხებელი გამოჩნდა, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებს იყენებდნენ. ეს 2007 წელს დაიწყო და საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციების უახლესი ტრანზაქცია საქართველოდან განხორციელებული 30-ე ტრანზაქცია გახდათ, რაც ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით უჩვეულოა. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ მოთხოვნას იყენებენ როგორც სამთავრობო, ასევე სახელმწიფო კომპანიები, ასევე კერძო სექტორის სხვა სუბიექტები. ვფიქრობ, ზოგადად საქართველოში მსესხებლებისთვის გამოწვევაა მათი ბიზნესის მასშტაბი. საერთაშორისო ბაზრები ძალიან დიდი და ღრმა ინვესტორები ლიკვიდურობას მეორედ ბაზარზე ითხოვენ. ეკონომიკის ზომის გათვალისწინებით, რომელიც იზრდება, მაგრამ გლობალური სტანდარტებით ჯერ კიდევ შედარებით პატარაა, ვფიქრობ, რომ ბევრი სესხებლისთვის მთავარი გამოწვევა მასშტაბია. თავად ემიტენტი კომპანიების ნაწილში კი აცხადებენ, რომ საჯაროდ გამოშვებული კორპორატიული ობლიგაციების მიმართ დაინტერესება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალია, თუმცა მათი თქმით ადგილობრივი ბაზრისთვის მაინც ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს შედარებით გრძელვადიანი 5 და მეტწლიან შედარებით გრძელვადიან დაფინანსებაზე. წვდომა ასევე, როგორც დღეს ჩვენთან საუბარში აწარმოეს საქართველოს ხელმძღვანელმა სააგენტოს მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, როგორც ირკვევა, მთავრობა გეგმავს კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერი პროგრამის განვითარებას და როგორც მიხეილ ხიდურელი ჩვენთან საუბარში აცხადებს, შედარებით უფრო დიდი ზომის კომპანიებიც შეძლებენ, რომ სახელმწიფო პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა და ამ გზით გამოუშვან საჯარო კორპორატიული ობლიგაციები. კაპიტალის ბაზარი საქართველოში მოგეხსენებათ ვითარდება და ძირითადი გამოწვევები არის უფრო გრძელვადიანი დაფინანსება, იმიტომ რომ ძირითადად ლოკალური ინვესტორები ინტერესდებიან, ქართული ბონდები ძირითადად 2-3 წლიანია. შემოსა ჩვენ თავარი მიზანი არის, რომ ეს დაფინანსება რაც შეიძლება გრძელვადიანი გახდეს. ამისთვის ჩვენი შენობებისთვის გავაკეთეთ მწვანე სერტიფიკატი, edge სერტიფიკატი, რომელიც უცხოელი და ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის მეტად მიმზიდველია. ფრენი ხელშეწყობით მოხდა მილიარდზე მეტი ლარის ბონდის გამოშვება, რაც არის უპრეცედენტო საქართველოში. ვფიქრობთ, გავზარდოთ ლიმიტები, თუ დღეს თქვა რაღაცა კონკრეტული კატეგორიის კომპანიებზე არ გვაქვს, ვფიქრობთ, რომ ამაზე გავშალოთ, რადგან ძალიან კარგად წაიღო მცირე და საშუალო ბიზნესი. დღესდღეობით მაინც მანდატის კუთხით გაკეთებული იყო ისე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი იყო მეტნაკლებად, რაღაცა ბრუნვით იყო ჩაკეტილი და ეხლა ვფიქრობთ, რომ ეს ბრუნვა გავშალოთ და აღარ ქონდეს ამას ლიმიტი. წელს ალბათ ამაზე ცვლილებები შევა. ქართული კაპიტალის ბაზრისთვის გასული პერიოდი გამოირჩეოდა იმითაც, რომ მოხდა სახელმწიფოს მიერ გამოშვებული 500 მილიონიანი ევროობლიგაციების რეფინანსირება და ხელახლა განთავსება, რომელზეც, როგორც ცნობილია, საკმაოდ მაღალი იყო დაინტერესება და მისმა განაკვეთმა 5.12% შეადგინა. უფრო მეტ შეფასებას, თუ როგორ ვითარდება ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი და რა არის საჭირო უფრო მეტად სწრაფი აქტივობისთვის, უფრო მეტ შეფასებას საქმის კურსის მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. მადლობა, ნოცა კაპიტალის ბაზრის კონფერენციიდან ნოცა შუბაშვილი საუბრობდა.